აქეთ ლუდი, აქეთ კოლაგენი. კარგი კომბინაცია რა. იმედია უკუჩვენება არ მექნება ლუდს კოლაგენს რო დავაყოლებ მე. პრინციპში რო დავფიქრდეთ, ლოგიკურია, ხო? ლუდი და თევზი ძალიან კარგად მიდის ერთმანეთთან და იმ ვიმედოვნებ, რომ ალერგიას არ მომცემს. ხო ხედავთ როგორ გაგიშინაოდით, კაი, ახლა დავსერიოზულდეთ. კოლაგენზე მორიგი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. აბა ახლა რამდენს გონია რომ კოლაგენი პასუხისმგებელია ლამაზ კანზე, ჯანსაღთმაზე, ჯანსაღფრჩხილებზე. დარწმუნებული ვარ ბევრს, იმიტომ რომ ბევრისთვის კოლაგენი ასოცირდება სილამაზესთან, ახალგაზრდობასთან, პრინციპში ასეც არის, მაგრამ თუ კანის 75% შეიცავს კოლაგენს, მყესების 90% შეიცავს კოლაგენს, ხრტილის 75% შეიცავს კოლაგენს, იოგების 80% შეიცავს კოლაგენს, კუნთები ყველაზე ცოტა კოლაგენს შეიცავს 6%, 6% და ძვალი შეიცავს 30% კოლაგენს. ვიცით ხო რა არის კოლაგენი? კოლაგენი არის იგივე წებო, რომ აი დანარჩენი რაც თქვათ ძვალს სჭირდება ხო, რომ შეაწებოს ერთმანეთთან, კანს რაც სჭირდება, რომ შეაწებოს ერთმანეთთან, ხრტილს და იოგებს და მყესებს რაც სჭირდება, რომ შეაერთოს ერთმანეთთან, შემაწებებელ შეწებებას უწყობს ხელს. სხვა დანარჩენ ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს, ასე ვთქვათ. ხო და ერთი სიტყვით კოლაგენი არ არის მხოლოდ ლამაზი კანი, თმა და ფრჩხილები, არის სხვა დანარჩენი მყესები, იოგები, ძვალი, სახსრები და იოგებზე მინდა ეხლა რა გითხრათ, იცით? ყელის იოგები. ხო, ყელი ხმა, ჩვენი ტემბრი იოგებისგან შედგება, ხო და აი დაკვირვებული თუ ხართ, როდესაც შევდივართ ასაკში, ადამიანებს როგორ გვეხრინწება, რაღაცნაირი ბოხი ხმა გვიხდება და თუ გინდათ რომ აი ეს ხმის ტემბრი, ესეთი წკრიალა შეინარჩუნოთ, ახალგაზრდობის ასაკიდანვე დაიწყეთ კოლაგენის მიღება და გარანტიას ვიძლევი, რომ ეს ხმის ტემბრი შეგინარჩუნდებათ ისეთივე წკრიალა და ახალგაზრდული. მოკლედ ახლა მე დავავლებ ჯერ ჩემს ლუდს და მერე ცოტა ხანში დავაყოლებ ჩემს კოლაგენს. დღეს ცოტა კაი ხასიათზე ვარ. არ ვიცი რატომ ხდება ხოლმე. მშვიდობიანი ხამე.